ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ბრალი დაუმძიმდათ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ნათქვამია, რომ გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვიეს ბრალდებების დამძიმება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნით ვალერი გელაშვილს დადგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დაზარალებულის მიერ ლიტვაში ჩატარებული ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და შემდგომში ლიტველი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი კომისიური საექსპერტო კვლევის შედეგად ვალერი გელაშვილს დაუდგინდა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ფაქტებს. დაზარალებულისაგან გატაცებული ძვირადღირებული პირადი ნივთებისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიერ მარცხ საწინააღმდეგო დაუფლებას აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.